ორსაათზე მეტია საქალაქო სასამართლო ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს მსჯელობს. სხდომა დაახლოებით 1 საათის წინ დაიხურა დარბაზში ხმაურის გამო. მანამდე კი დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დაკავებულთა ოჯახის წევრები. ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის, რა განცხადებები გაკეთდა სასამართლოსთან და რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში პროცესის დახურვამდე. ხატია გისმენთ. არანაირი ქრთამი არ არსებობს და არ არსებობს არანაირი დამხობა. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ აპლოდისმენტები მოყვა ამ სიტყვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე და ამ სიტყვების გამო მოსამართლე და ხმაურის გამო მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი უნდა დაეხურა. უკვე 1 საათი არის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მხოლოდ მხარეები იმყოფებიან, თავად ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მხარდამჭერები კი უკვე გარეთ ელოდებიან პროცესის დასრულებას. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოს სხდომას და მასზე განვითარებულ მოვლენებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთი შუამდგომლობა დადგა და ეს იყო მოსამართლის აცილების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, რომელმაც განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება სწორედ ამ მოსამართლის გაცემული არის და შესაბამისად მისი პოზიცია უკვე წინსწრებით არის ჩამოყალიბებული და რთული არის, რომ მან მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, განაცხადა ადვოკატმა. ამავე მოსაზრებას დაეთანხმა მურთაზ ზოდელავას ადვოკატიც თავად ლევან ხაბეიშვილიც. ეს მოსაზრება არ გაიზიარა პროკურორმა და არც თავად მოსამართლემ დააკმაყოფილა მისი აცილების შუამდგომლობა. ამის შემდეგ უკვე თავად ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა ბრალის შინაარსზე, განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ მისი პოლიტიკური განცხადება, ის განცხადებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეს დაუდოს საფუძვლად. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს დაპირება მხოლოდ მაშინ მოვიდოდა სისრულეში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლებოდა და მას არ ჰქონდა რეალური საფუძვლები. ამ დროისთვის უკვე ცნობილი არის, რომ საპატიმრო გირაოს ითხოვს მურთაზ ზოდელავასთვის პროკურატურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ შეძლებს მურთაზ ზოდელავა, რომ დატოვოს საპატიმრო. ეს გირაოს ოდენობა არის 25,000 ლარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. წინასწარ ცნობილი არის, რომ პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალს არ აქვს რეალური საფუძვლები, საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და როგორც ლევან ხაბეიშვილმა, ასევე მურთაზ ზოდელავამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საპატიმრო. მან თქვა, რომ ის აბსურდულად არის დაჭერილი და ის ემსახურება თავის ქვეყანას. მან ისეთი კარგი სიტყვა თქვა, რომ დარბაზში დიდმა ტაშმა გაიჟღერა. და სხვა შორის ეს იყო გამოსავალი მოსამართლისგანაც, იმიტომ რომ მოსამართლე უბრალოდ რო უსმენდა ლევანს სხვენოდა, მე მგონი და პროკურორს საერთოდ თავი ჰქონდა ჩაწეული. 1 წუთით ტელეფონიდან არ ამოუღია თავი. 4-ში ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას თუ რაც გინდათ დამხობას. მე ამ სიტყვებს არ ვერიდები, მაღაზია სამართლებენ ახლა ლევანს და 5-ში დილით ყველა პოლიტმატიმარი გამოვა გარეთ, ლევანის და ყველანი. მარტივად გააცალტვერა ბრალდება, რაც იყო აბსურდულობა იმ ბრალის, ვითომ ბრალის, რომელსაც ედავება ივანიშვილის რეჟიმი. მან თქვა, რომ ამაზე საუბრობს 2 თვეა, მაგრამ შეეშინდათ მას შემდეგ, როცა მართლა დაიწყო ხალხმა ამის დაჯერება და მარტივი რამ თქვა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ლევანმა, რომ ესე იგი ბევრს სამწუხაროდ არ ჯერა ოპოზიციაში, ბევრს არ ჯერა ხალხს, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა შეიძლება დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლიათ ცვლილება. ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს. უკვე ცნობილი არის ბრალის ფორმულირება, უკანონო ქმედებისკენ მოწოდება და ქრთამის დაპირება, ასევე სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდება. ამ ბრალს ედავება ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პროკურატურა, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას. პროცესი უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს, 1 საათია დახურულ კარს მიღმა და სავარაუდოდ უკვე მალე გახდება ცნობილი, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს მოსამართლე. ორივე პირის მიმართ ცნობილი არის, რომ პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში პატიმრობას ითხოვს, ხოლო მურთაზ ზოდელავას შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაოს. მადლობა ხატია, პირდაპირ ეთერში ეს იყო ხატია ჯამალაშვილი, ჩვენ ველოდებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.